აბსურდით დაიწყო ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი, რადგან 7 თვიანი პატიმრობის, ლოდინისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ეს პირველი სხდომა იყო, როცა პროკურორმა დასაკითხად წარადგინა ის მოწმე სპეცრაზმელი, რომელიც გედედეს 3 შეურაცხყოფილი თანამშრომლიდან ერთ-ერთია. შოთა პაპუაშვილთან, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი პირია, კითხვები ბრალდებულ პოლიტიკოსს მრავლად ჰქონდა. ადვოკატებთან ერთად ხაბეიშვილი დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს მოწმედ სწორედ პაპუაშვილი და ასევე ტელეეთერებში გასულ განცხადებებს უსმენდა თუ არა სრულყოფილად და გაიგო თუ არა, რომ პოლიტიკოსი მათ არ აქრთამს, არამედ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მომავალი ბიუჯეტიდან ფულად ჯილდოს ჰპირდებოდა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ უკანონო დავალებებს არ შეასრულებდნენ. აი სამი კაცი სუსმარო თქვა რომ გამოგავთ როგორ გამოგუეს აი შეიძლება ყოფილიყო შესაძლოა სხვა ოკეი მე დავიგეს იჯაგი არა თქვენ თვითონ გედედეს უხლესო გამოგავთ სამი და თქვენ გედედენ და როგორ გამოგავთ სამი ლევანის მოგაცემულია ვიდეოებთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია შეგვიძლია მიაზროთ სასამართლოს. 2024 წლის 1 მაისს ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ. პოლიტიკოს შოთა პაპუაშვილისგანაც აინტერესებდა ხომ არ იყო ამ ორგანიზებული და ჯერ კიდევ გამოუძიებელი საქმის მონაწილე, რაც სპეცრაზმელმა კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ ყოველგვარ ძალადობას ისიც და მისი დაქვემდებარებული თანამშრომლებიც ემიჯნებიან. ეს რამ გამოძიება დაადგინა თუ თქვენ სიტყვაზე მე გეუბნები რომ შეცვალ მეუბნები ვარ ხო დარაჩენი გადაგადოთ ხო თქვენ არ მონაწილეობთ არა მე ხოლმე თქვით მე დავიკავებ ისე თუ ის შემოგვიყვება მაგ გააკეთეს ეს აუ საკუთრივ რომ უნდა საკუთრივ ფუნქციაზე ოფიციალურად გადავწყვეტ საზოგადოებამ გასაჯოს რა კატეგორია ხარ თქვენ სახე გამოძეთ თქვენ და მოდი ხარ ფიცი ადვოკატები მოწმე პაპუაშვილის ჩვენებას არასარწმუნო დაფასებენ და ამბობენ, რომ მისმა მონათხრობმა ფაქტობრივმა და დეტალურმა უზუსტობებმა პროკურატურის ბრალდება და პოზიცია ხაბეიშვილის წინააღმდეგ შეასუსტა. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ მათივე შეფასებით საქმე ისედაც აბსურდულია, პოლიტიკურ მოტივაციას ეფუძნება და მტკიცებულებათა მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. მის მიერ გაცემული პასუხები იყო ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციის გამომყარებელი, კერძოდ ის, რომ აღქმებზე იყო ეს ყველაფერი, რომ ლევანის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მან მისი აღქმით მიიჩნია შეურაცხყოფად, თუმცა თუ კი ეს იყო დანაშაული მისი აღქმით, მან ამის თაობაზე არც ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში, არც სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიუმართავს. აქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჯერ ერთი რამდენად სანდუარი აღნიშნული მოწმის ჩვენება. ხომ არ იყო აღნიშნული მოწმე უშუალოდ მონაწილე იმ ლევანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარბევაში და ცემაში. შემდგომ რამდენად შეიძლება იყოს გაზიარებული სასამართლოს მიერ ესე ვთქვათ დანიშნული მოწმის მიერ მიცემული ჩვენება. ნებისმიერი მოწმე, რომელიც გამოიკითხებოდა, იყო დაცვის მხარის მოწმე, რადგან ლევან ხაბეიშვილს არ ჩაუდენია, არავით არ დანაშაულდა და დღეს ამ მოწმემაც დაადასტურა, ხო? მეო მხოლოდ მაშინ გადავწყვიტეო, რომ ჩვენება მიმეცაო, როდესაც სუსმაო, მე დამირეკაო და მთხოვესო, რომ ჩვენება მიმეცაო. მომავალ სხდომაზე შესაძლოა პროკურატურამ დარჩენილი 2 სპეცრაზმელი მოწმეთა ნუსხიდან მოხსნას და დასაკითხად აღარ წარადგინოს. ამის შესახებ ცნობილი შემდეგ სხდომაზე გახდება. მანამდე კი საქმის პროკურორს მედიასთან კომენტარი არ სურს. პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსისთვის კი სხდომათა დარბაზი კვლავ ერთადერთ ადგილად რჩება, საიდანაც შეუძლია ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას ხმა მიაწვდინოს. ეს კი იმიტომ, რომ მას 7 თვეზე მეტია აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, მიმოწერა და პაემნები. ხაბეიშვილმა 10 წუთიან გამოსვლაში პროკურორის წინააღმდეგობის მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ილაპარაკა. მათ ზოგადად პოლიტიკური შემოსევები თავს შევიკავებ იმიდან გამომდინარე, რომ ვიღაცამ არის მიკროს და ეხლა ეს იქიდან რაღაცა უცხოური ლაპარაკება თავს ვიძინა პოლიტიკა უნდა იყოს რომ აკეთოს ფული. დიდი განსხვავება, ატა უდიდესი განსხვავება.
რა თქმა უნდა არჩევნები მინდა ოღონდ სამართლიანი და ვიღა გადა მუსტაფაზე ხალხი როგორ გასწავლოს ორი მოთხოვნა არის ხოლო ვიღაცებს არჩევნები უნდა ეხლა როიზახენ ხალხი თქოს აკრების გათავისუფლება და არჩევნებს ხო მე რა მოთხოვნა გო ეს არჩევნები როგორ იქნება რას გამას არ აქვს მნიშვნელობა და ეს რაღაცა შემოგდებული თემა ის აი მე ხომ ამბობდი რომ არჩევნებით უნდა ხალხო ხო გადაიდეთ მართლა ეს ცუდინებელი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სასამართლო პროცესს დღეს თანაგუნდელებიც ესწრებოდნენ და დეტალურად ისმენდნენ მოწმე სპეცრაზმელის ჩვენებას. როდესაც მაგალითად გედედეს თანამშრომელი ამბობს, რომ იგი რაღაცნაირად უკმაყოფილო დარჩა ხაბეიშვილის პოლიტიკური განცხადებით და თურმე შემდეგ ეს უკმაყოფილება გაუგია შემთხვევით სუს, დაუბარებია საგამოძიებო ნაწილში და ამ დროს გამოძიება დაიწყეს დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ, რაც ეს პოლიტიკური განცხადება გავრცელდა. ანუ სრული დისტოპია, სრული აბსურდია და ზოგადად ჩვენ ესეთ აბსურდს ძალიან ხშირად ვისმენთ, ხო და ეს არის გედედეს თანამშრომელი ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ხაბეიშვილის ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და ძალიან ბევრ ადამიანს ხაბეიშვილის საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის განაჩენი რამდენიმე სხდომის შემდეგ გამოცხადდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უნდა მიიღოს. ხაბეიშვილს საჯარო მოხელისათვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან და მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამავე საქმეზე გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან პოლიტიკოს ყოფილ გენერალურ პროკურორ მურთაზ ზოდელავასაც, რომელიც ბრალდებული 4 ოქტომბრის საქმეზეცაა.